ამ საოცარმა ამბავმა მთელი ქართლი შეძრა. სვეტის ძალით უამრავი სასწაული მომხდარა. იმ ხანად ერთ ოჯახში მხოლოდ შობილი ძე მოჰკვდომიათ. ყველა სვეტი ცხოველის სახილველად წასულა. მიცვალებულთან მხოლოდ მშობლები დარჩენილან, რომლებიც თურმე მწარედ მოთქვამდნენ და შვილს ევედრებოდნენ. აღდექ მხოლოდ შობილო ჩვენო, რათა მივიახლნეთ სვეტსა მას ნათლისასა. და უცებ თითქოს გაიღვიძაო. მიცვალებული ყრმა წამოდგა და სვეტი ცხოველთან წაყვანა მოითხოვა. ამ სასწაულმა უფრო ააფორიაქა ხალხი. ყველა ცდილობდა სვეტი ცხოველთან მიახლოებას. მალე აქ პირველი ტაძარი აშენდა. მოგვიანებით ვახტანგ გორგასალმა ხის ტაძრის ადგილას მოზრდილი ქვის ბაზილიკა ააგო 12 მოციქულის სახელზე. ეს ტაძარი აბულ-ყასიმს გადაუწვავს მე-10 საუკუნეში, მაგრამ მალევე აღუდგენიათ. გიორგი პირველის მეფობისას კი კათოლიკოსმა მელქისედეკმა მის ნაცვლად დიდი გუმბათოვანი ტაძარი ააგებინა. მთელი ქრისტიანული სამყაროსათვის ცნობილია, რომ მაცხოვრის კვართი საქართველოშია დაბრძანებული. მაცხოვრის განუყოფელი, დაუნაწევრებელი კვართი არის სიმბოლო ქრისტეს ეკლესიის განუყოფლობისა. საქართველოს ეკლესიის უძველესი გადმოცემით, წმინდა სიდონია მეორედ მოსვლის დროს კვართით ხელში შეეგებება მაცხოვარს. მოიწონეთ ეს ვიდეო და გაუზიარეთ რაც შეიძლება ბევრს, რადგან ყველამ გაიგოს ამბები საქართველოზე.